საპარტნიორო ფონდ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, რეგიონში დასაქმებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას. პროექტის მიზანია ჩაის კულტურისა და ტურიზმის განვითარება. ეს პროექტი ვფიქრობ უმოკლეს ხანში შექმნეს საქართველოში როგორც კომერციულ ინდუსტრიულ განვითარებას ჩაის, ასევე ჩაის კულტურულ და ტურისტულ ფონდს. მაქსიმალურ ყურადღებას ვამახვილებთ ჩაის ხარისხზე, ეს იქნება ძირითადად ბიოჩაის ხელშეწყობის პროგრამები, გადამამუშავებელი საწარმოებები, კოოპერირება, რომელიც შეძლებს კრიტიკული მინიმალური მასის წარმოებას და იქნება კონკურენტუნარი ევროკავშირის ბაზებზე. ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომლის ინვესტირებაც ერთობლივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე იგეგმება ქართული ჩაის აღორძინება. დაითესება ქართული ჩაის, შემდეგ მოხდება მისი გადამუშავება და შეიქმნება ცენტრები, რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის რეალიზაციას.